კიევი ვაშინგტონის წინადადებას იღებს 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, თუ რუსეთი ასევე დაეთანხმება ამ წინადადებას. რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს 30 დღიან ზავს სწორედ რუსეთი დაარღვევს, ის არანაირ დათმობაზე არ წავა, აცხადებს ისტორიკოსი ოთარ მაღლაკელიძე, რომელიც ამასთანავე ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკურ განწყობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი ხედვები სრულიად არაპროგნოზირებადია. მომენტად ძალიან ძნელია, ძალიან მაღალი კვალიფიციური პოლიტიკური ანალიზის მქონე ადამიანებსაც კი უჭირთ, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტი გახდა, სრულიად არაპროგნოზირებადია, იმიტომ რომ დღეს ერთს ამბობს, სხვა მეორეს, ახლა გუშინ იყო უკრაინისა და ამერიკის მოლაპარაკებები, იქედან უკვე სხვა განწყობები გამოვიდა, თუმცა დღესდილით წავიკითხე, რომ რუსეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მხოლოდ რუსეთის წინადადებებით შეიძლება იყოს განხილული სამშვიდობო პროცესი. ეს მოსალოდნელიც იყო, უბრალოდ თავის ამომრჩევლების წინაშე ალბათ იმ დაპირებების შესრულების ილუზიას ქმნის ამერიკის პრეზიდენტი. საბოლოო ჯამში მე მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, რომ დარწმუნდება ამერიკის პრეზიდენტიც იმაში, რომ რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. 30 დღიან ზავსაც რუსეთი დაარღვევს, დარწმუნებული ვარ 100%. იმიტომ რომ დღევანდელი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყო თუ არცდების მოუკარიოთ თვალი, რომ მხოლოდ რუსეთის პირობებით შეიძლება ილაპარაკონ, ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირ დათმობაზე რუსეთი არ წავა. კომპრომისი მათ არიციან რა არის, ერთადერთი რამე ესმის ძალა. ამიტომ თუ ამერიკის ხელისუფლება ისევ გააგრძელებს ესეთ მოქმედებებს, ეს ძალიან დაემსგავსება 38 წლის ეგრეთ წოდებულ მიუნხენის შეთანხმებას, როცა ჰიტლერთან აწარმოეს მოლაპარაკებები და 38 წელს ეს მოლაპარაკებები შედგა და 2 წლის მერე პარიზში შევიდნენ საბჭოთა ტანკები. ასე რომ მე მგონია, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს. ევროპა მიესალმება ამერიკა-უკრაინის შეთანხმებას. ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა, დაწერა მაკრონმა X-ზე. მისი თქმით, საფრანგეთიდან პარტნიორები რჩებიან მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულნი, რომელსაც მხარს დაუჭერს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები. განცხადებას აქვეყნებს ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც, რომელიც მიესალმება ჯიდაში მიღწეულ შეთანხმებას და ულოცავს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის ამ შესანიშნავ გარღვევას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ამ ომის დასრულებას სამართლიანი გზით, აცხადებს სტარმერი. განცხადებას აქვეყნებს პოლონეთის პრემიერიც, რომელიც აღნიშნავს, რომ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობისკენ. ევროპა კი მზადაა დაეხმაროს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში.